მოგესალმებით, მეგობრებო. ჩვენ გავდივართ ლილიტის ელენას ღერძის ფსიქოლოგიურ ანალიზის მთელ ციკლს. ეხლა გვაქვს უკვე დასასრული, თევზებზე მივედით უკვე. ალბათ ლილიტი თევზები და ელენა თევზები ძალიან დიდი ხანი ველოდეთ. და მადლობა ლოდინისთვის, ასევე ბოდიში ლოდინისთვის. და იცით, ალბათ დევნებთ თვალს, რომ გავდივართ ვასრულებთ ფაქტიურად ელენას ლილიტის დახასიათებას. გვაქვს კარმული ანალიზი, მაგრამ დღეს ეხა ვეცდები, რომ უფრო გზავნილები ოჯახური, აი ესე დავახასიათო ლილიტი, რა გვაკლდა ამ ცხოვრებაში. თუმცა უცებად კარმულიც უნდა გავიაროთ და გავიაროთ უნდა რა არის თევზები, ხო, ასტროლოგიურად, ეზოთერულად რა არის თევზების ნიშანი. თქვენ ალბათ ყოველთვის ფიქრობთ ხოლმე, რომ აი ზოდიაქოთი თევზი, ზოდიაქოთი ვერძი, ანას შემდეგ ეს არის ნიშანისთვის თვისებები, მაგრამ ცოტა ეზოთერული ანალიზი სხვანაირად იკითხება ხოლმე, ეზოთერული არსი ნიშნების ზოგადად, ხომ? მისტიური დატვირთვა ნიშნების, ხომ? და აი ეს რაც უფრო მაღლა და მაღლა ავდივართ ნიშნის დახასიათებებში, ხომ? სოციალურ პლანეტებში, უკვე სულიერ პლანეტებში, კარმულში და ასე შემდეგ უფრო ეზოთერული დატვირთვა ეძლევა ყოველ ნიშანს. მაგალითად, მზე თევზების ზოდიაქოში განსხვავდება ძალიან იუპიტერი თევზებში აი ამ ნიშნისგან, ლილიტი თევზებში, ელენა თევზებში, სატურნი თევზებში აბსოლუტურად განსხვავდება უკვე სტრუქტურულად, ხო? შეიძლება რაღაც იდეა არსი ერთია, მაგრამ ცოტა სხვანაირად იკითხება ხოლმე უკვე კარმულ ასპექტებში. თევზები მინდა გითხრათ, რა არის რომ აღვნიშნოთ, ნეპტუნი მართავს თევზების ზოდიაქოს, ხო? ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ზოდიაქოს ნიშნებზე, აი ამ ზოდიაქოების უკან დგას პლანეტები, ყველაზე მთავარი, ყველაზე ესეთი გამოხატვა ამ პლანეტარული ენერგიის, ეს არის ნიშანი, ხო? და ყოველთვის ჯერ რომ ნიშნის ფსიქოტიპი წავიკითხოთ, უნდა ვიცოდეთ, რომელი პლანეტა მართავს ამა თუ იმ ნიშანს. თევზებს მართავს მეგობრებო ნეპტუნი. ეხლა ვინც მე მისმენთ უკვე ეს იცით. ამის განმარტება არის საჭირო, მაგრამ იმისთვის გეუბნებით, რომ უფრო ლოგიკურად გავყვეთ. და თქვენს უკეთესად შეიცნოთ რა არის თევზების ენერგია. მართავს ნეპტუნი. ნეპტუნი რა პლანეტა გვყავს ასტროლოგიაში გვაქვს? ეს არის ვენერას უმაღლესი ოქტავა. როგორც წინაზე ვამბობდით, მერკური, გონების მმართველი პლანეტა, ურანი, მერკურის უმაღლესი ოქტავა, ხო, ნათელი გონება, კოსმიური გონება. აი ესე არის ვენერა თუ სიყვარული, სიამონების, სილამაზის პლანეტა. ტკბობის პლანეტა. ნეპტუნი არის უმაღლესი ტკბობის პლანეტა უკვე. ნეპტუნი არის მისტიური სიყვარულის, რაღაც ღვთაებრივი სიყვარულის ენერგია. ამიტომ, როდესაც მით უმეტეს ვენერა ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი გვაქვს ხოლმე, ხო? განსაკუთრებით ჰარმონიულში უფრო ჩანს ეს და გქონდა ამაზე ვიდეოც. ეს არის სიყვარულის ღვთიურობაში ატანა. თუნდაც აი როცა ვსაუბრობთ ვენერა თევზების ზოდიაქოში, რაღაც ამდაგვარი აქვს უკვე ვენერა თევზებს, ის არის რაღაც მისტიური, ღვთიური სიყვარულის, გაცისკროვნების, ოცნებების ენერგია უკვე. და ეს არ არის ჩვეულებრივი ვენერა, უკვე ის ნეპტუნურ ენერგიასაც იძენს თევზებში. მაგრამ თვითონ ნეპტუნი ეს არის ღვთიური სიყვარული. რას ნიშნავს ღვთიური სიყვარული? როდესაც შემოდის უკვე გრძნობები, განცდები, ეს არ არის მძაფრიანი ისეთი, ეს არის ინტუიციური წყალმა გარე სამყაროსთან. აი ეს არის ხეების მესმის, ბუნების მესმის, მუსიკის მესმის, პირველი მუსიკა არის თევზებთან ყოველთვის ასოცირებული, იმიტომ რომ მუსიკა ყველაზე ისეთ გრძნობად ნაწილებს ეხება ჩვენსას, ხო? აი შეიძლება ადამიანი ინტელექტუალურადაც არ იყოს ემოციური ინტელექტით განვითარებული, მაგრამ მუსიკა ეს ისენა არის, რომელიც ყველას ესმის. რომელიც გვინდა არ გვინდა, ის მოქმედებს ჩვენზე. აი ეს არის მუსიკაში და დაახლოებით ესეთი ენერგია აქვს ნეპტუნს. ნეპტუნის ენერგია ეს არის, როდესაც ჩვენ ბოლომდე შეგვიძლია ჩვენს წარმოსახვებში ჩავიკარგოთ და ზღვარი იკარგება უკვე რეალობასა და წარმოსახვას შორის. და ცოტა ნეგატიური ნეპტუნზე როცა ვლაპარაკობთ, მაგალითად ლილიტი ნეპტუნის შეერთება, ხო, როცა არის ან დაკვადრატებული ნეპტუნი, აი აქ შეიძლება ადამიანს აერიოს რა არის რეალობა და რა არის სინამდვილე. და ეს აღარ არის უკვე რომ აი მე ოცნებებში ვარ და ტკბები ოცნებებით კარგი ნეპტუნი, ცოტა რთული ნეპტუნი ეს არის რომ რეალობა არ მინდა დავინახო და უფრო ილუზიებში გავბივარ.
აი ეს ენერგია არის არსი რო აგიხსნათ ნეპტუნის. მაგრამ მისი პირველ წყარო მაინც სიყვარული არის, ღვთიური სიყვარული და ყოველთვის ლილით თევზებზე როცა ვლაპარაკობთ, ეს უკვე იყო კარმულად გამოცდილება ღვთიური სიყვარულის, მოდით ესე ვთქვათ, ან პირიქით მოთხოვნილება რაღაცა ღვთიურის, რაღაც ესეთი ციური ზღაპრულის, რწმენის, როცა უკვე გადავდივართ რაღაც მისტიკაში და აი შავი მთვარე რო გითხრათ ეს კარმული ასტროლოგიით ეს იყო როდესაც ადამიანი ძალიან დიდ სევდაში ჩავარდა რაღაცის ნაკლებობის გამო, მაგალითად სიყვარულის ნაკლებობის გამო, მაგალითად ღმერთის ნაკლებობის გამო, სადღაც მან იგრძნო მიტოვებულად თავი, სადღაც მან იგრძნო ძალიან განწირულად, სადაც რწმენა დაკარგა, ან სიყვარული დაკარგა. იმიტომ რომ ნეპტუნი ეს არის ვენერას უმაღლესი ოქტავა, ანუ სიყვარულთან გვაქვს კავშირი, მაგრამ უკვე ნეპტუნის ძალიან მაღალი გაგება, ეს არის ღვთიური სიყვარული, ღვთიური რწმენა, ღმერთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. შავი მთვარე აქ უკვე ძალიან ისეთ კარმულ დონეზე დიდ სევდას უღვივებს ადამიანს სულში, დიდი სევდა, მეტი მოთხოვნილობა მოდის ვთქვათ. ანუ პირველ წყარო მისი რა არის? სევდა. რაღაცა დასტირს ის თავის თავს. ცოტა ნეპტუნი ნორმა გარემო გაიღვიძა, ესე რომ ვთქვათ, ცოტა ისეთ მისტიურმა. და წარმოიდგინეთ, როდესაც სული რაღაცა ძალიან განიცდის, რაღაცა ძალიან დადობს, სადღაც დაბრუნება უნდა, სადაც არაერთი ღვთიური ენერგია არის. და იქ თითქოს ამის ძალიან დიდი სევდა აქვს. და აი ამ სევდაში რაღაცნაირად უკვე მოდის მძიმე ემოციები, სიმძიმე, ილუზიებისკენ მიდრეკილება. პირველ წყარო არის აი სიყვარულის მოთხოვნილება. როცა ის ვერ კმაყოფილდება ღვთიური სიყვარულის, ხო, და მისტიკის და რაღაცა ზღაპრის, რაღაცა არამიწიერის, არაბუნებრივის და აქ უკვე ხდება ადამიანი თითქოს დაკარგული სამყაროში, თითქოს მყარად ვერ დგას მიწაზე, თითქოს უნდა ჩაიკეტოს საკუთარ თავში, ხო? ბევრი აი შავი მთვარე თევზებისთვის დამახასიათებელი რა არის, ეგ რო გავიხედოთ ბევრ ადამიანში, თითქოს აქ არ არიან, თან არიან. აი თითქოს თავის თავში არიან. ის იკარგებიან სადღაც. ხალხში დგანან, მაგრამ არ დგანან. ვერ შეამჩნევ მაგალითად ხშირად მათ, ან არ უნდათ რომ შეამჩნიონ, არ უნდათ რეალობაში შემოვიდნენ თითქოს, ხო? და ჩვენ როცა ლეძებ საუბრობთ, იცოდეთ რომ ეს ძალიან ბევრი შრეა, ბევრნაირად ვლინდება. მაგრამ არის აი 70% ადამიანების აი გარკვეულწილად ესე ავლენს თავს. რაღაც პროცენტი ცოტა სხვანაირად, ხო? რაღაც პროცენტი კიდე ცოტა სხვანაირად, მაგრამ ჩარჩო არის ერთი. ერთისთვის დამახასიათებელი. თან აქ არიან, თან აქ არ არიან. აი ესეთი ენერგია არის. ქრებიან ხშირად, ან დამალულად მოქმედებენ, ან დაფარულად მოქმედებენ, ან არაღიარება არის მათთვის თავარი, რომ აი მე შეიძლება რაღაცა მნიშვნელოვანი ვაკეთო, მაგრამ არ მინდა რომ ვჩანდე. აი ესეთი რაღაცაც აქვთ. არის კიდევ ერთ-ერთი ქალებისთვის თან კიდევ უფრო დამახასიათებელი, ქალებში უფრო ვლინდება ხოლმე. ეს არის როცა ძალიან ესეთი გადამეტებული შეცოდება ხდება ხოლმე სხვების. აი ძალიან ეცოდება, ძალიან ადვილია მათი გულის აჩუყება, მოტყუება ზოგჯერ ადვილია და ყველა სიჯერათ, ან ყველა ეცოდებათ. სიამდვილეში მეგობრებო, ეს არის უფრო საკუთარი სევდის პროექცია სხვებზე. სიამდვილეში თითქოს ხდება ის, რომ აი ის მუდმივად მუშაობს პროგრამა ილუზიების, სადღაც მისტიკაში პოვნის საკუთარი თავის და აი საკუთარი თავის აი რაღაც ღვთიურ ენერგიაში გატარების, ხო თითქოს გაურბიან რეალობას ხოლმე, ესეთი თემაც არის და აქ უკვე ხდება ეძებენ თითქოს შეცოდებებს, როგორც საკუთარი თავი ეცოდებათ სინამდვილეში. ეს ერთი ვერსია არ არის აუცილებელი ყველასთან ეს იყოს. ან ამყოფებენ თავის თავს რაღაც ცოტა ილუზორულ განწყობაში, რომ აი წარმოსახვი წარმოიდგინონ ის ილუზორული სიყვარული, ის ილუზორული თავგანწირვა, აი მაგალითად ლიტი თევზი, ტრადიციული, როდესაც სულ დაჩაგრულია, სულ საწყალია, სულ უბედურია, სულ არ უმართლებს, სულ ვიღაცის შესაძოდია და აქედან თითქოს გამოძალვას ფსიქოლოგიურად ახდენს აი ამ სიყვარულის, ხო? ეს ახლა ერთ-ერთი
ესეთი ვიზუალური მხარე აღწერეთ ლიტივერძის ძალიან რომ ჩანს ესე აი ძალიან ძლიერი ლილიტი ყავს თქო ადამიანებზე როცა ვამბობთ ხო ეს ნიშნავს რომ აი პირდაპირ ლილიტის ზონაშია ბოლომდე შესული მაგალითად ადამიანი რომელიც სულ იტანჯება სულ საცოდავია სულ უბედურია სულ წუწუნებს ან სულ დაავადებები აქვს ან სულ რაღაც გაუმართლებლობები აქვს ეს ქვეცნობიერი მოთხოვნილება შეიძლება იყოს ნახეთ, შემიცოდეთ რა საყვარელი ვარ, მინდა თქვენგან სიყვარული, მინდა თქვენგან რაღაც თანადგომა, ხო? ქვეცნობიერი, მეორადი სარგებელი, მოდით ესე ვთქვათ, რადგან მე მინდა ეს მივიღო, მაგრამ აი ეს ტირილი, გოდება, სევდა, ეს ტრიალებს, ხო, აქტიურად. არის მეორე სახე, რომელიც საერთოდ აქვს გათიშული თევზების ზონა და გადასულია ქალწულში. ძალიან ბევრ ლაპარაკობენ შეიძლება მეცნიერებაზე, ექიმობაზე, ექიმები ყავს ძალიან ხშირად ლიტი თევზები ხოლმე. არის როგორც ლიტ თევზი, ესა ქალწულში ვლინდება სულიერი მკურნალი, ასე ლილით თევზებში ვლინდება ფიზიკური მკურნალი. ხო, ოპოზიციებში გადავდივართ ხოლმე ხშირად ლილიტის, როცა აი გვიჭირს იმ ენერგიაზე დგომა, მოდით ესე ვთქვათ, ხო? ეხლა ოჯახური გზავნილები რო აგიხსნათ, რა არის ოჯახური გზავნილები, როდესაც რა დააკლდა თევზს მაგალითად. პირველი გენეტიკაში ყოველთვის ხდება ისეთი რაღაც, რომ რაღაცა სევდა იყო დიდი ოჯახში. აუცილებლად როგორ იცით, ან იყო ახლა ხშირად მინახავს ლიტი თევზების ცხოვრებაში. ზოგჯერ მართლა ყოფილა ესე, რომ აი ნერვოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ოჯახში იყო, ბევრი სევდა იყო, ბევრი ისეთი იყო დანაკარგები, ხო? ან დააკლდა ძალიან ემოციები ადამიანს, ხო? დააკლდა ემოციები კი არა, როგორ რაღაც იცით, ინდივიდუალიზმის გაცდა, რომ აი შენ მნიშვნელოვანი ხარ, შენ ჩვენთან ხარ. თითქოს ოჯახში იყო რაღაცა გაბნეულობა, ეს არ არის აუცილებლობა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ცოტა სხვადასხვანაირად მუშაობს ხოლმე ეს კომბინაცია. ხშირად ვამბობთ, რომ თევზები არის ფანატიზმთან კავშირში, ან რელიგიური ფანატიზმი შეიძლება გამოვლენილიყო ოჯახში. მე ესეთი არ შემხვედრია გულწრფელად რო გითხრათ, უფრო ვლინდებოდა ხოლმე აი ლიტი თევზების კომბინაცია ოჯახს რო შევხედავდით, აი რო საუბარი რო გვაქვს მაგალითად, რომ აი თქვენს ოჯახში რა ხდებოდა. თქვენს ოჯახში რა პრობლემები იყო. ნუ აღმოჩნდებოდა, რომ იქ რომელიღაც ოჯახის წევრი ან სუსტი იყო, ან არ გამოდიოდა კონტაქტზე, ან ემოციური პრობლემები ჰქონდათ, ან ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდათ, მაგალითად ყველას გვაქვს თითქოს ხო რაღაც ზონაზე ფსიქოლოგიური პრობლემები ოჯახშიც, რაღაცეები, ისეთი კარმული, მაგრამ აქ უნდა ვიგულისხმოთ უკვე რომელ სახლში ყავს ადამიანს. შავმთვარე, იმიტომ რომ ის სფერო ახდენს უკვე ინფორმაციის მოძიებას ადამიანის შესახებ. თუ არის მაგალითად შავმთვარე მესამე სახლში, ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაც ურთიერთობებში იყო გაბნეულობა, ტყუილები, ან არაპრაქტიკულობა, ხო, აი და-ძმებს შორის, ნათესავებს შორის რაღაცა იყო, მსხვერპლის როლი მაგალითად ნეგატიურად, ხო? ან ინფორმაციის დონეზე არავინ არ მისმენდა. გარიყული ვიყავი ოჯახიდან სიტყვაზე. თუ არის მეექვსე სახლში შავმთვარე თევზებში, შეიძლება იყო, რომ აი მაგალითად რუტინა არ ქონდათ არავის, დაბნეულები იყვნენ, აი ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ყოველდღიურობა, სამსახურები, ეს მაინც არ ასწავლეს ადამიანს, მაგალითად სწორი რუტინა, სწორი კვება, სწორი აი მსახურება, ან პირიქით მოთხოვნილება აქვს ადამიანს ძალიან დიდი დოზით მსახურებით. თუ არის შავმთვარე თევზებში და მეშვიდე სახლში, ეს უკვე ნიშნავს მეშვიდე სახლი, ვიცით რომ ბებია ბაბუის სახლია ზოგადად და მეუღლის და ზოგადად პარტნიორების, აქ უკვე გასაგები არის, რომ ბებია ბაბუას რაღაცა მსხვერპლის როლი ჰქონდათ პირად ურთიერთობებში, ან მათ ჰქონდათ რაღაც დიდი სევდა და ეს შეიძლება მსგავსი იყოს და პირადი მივიზიდო, მსგავსი ენერგიის მქონე ადამიანი, ან ეს იყოს მაპროვოცირებელი ჩემი თევზები რო გაიხსნას, ხო, ესეც ხდება. და რაც თავარია ხა ჩვენ რომ აი ეს ოჯახური გზავნილები ვახსენოთ, მე რა რეკომენდაციას გავუწევდი ლილით თევზებს. პირველი ის რომ არ უნდა გავიქცეთ თევზების ზონიდან და ქალწულში არ უნდა გადავიდეთ და ჩვენ პირიქით უნდა დავამუშაოთ ჩვენი შავმთვარე თევზებში როცა არის. თევზის მთავარი პრობლემა ის არის რომ რა არის თევზები მეგობარებო, ეს არის როდესაც
მე მასაში რო შევდივარ, ან თქვათ უსმენ ადამიანს, რომელსაც რაღაც ძალიან უჭირს. აბსოლუტურად გაუცნობიერებლად თევზები კარგავს საკუთარ საცხოვრებს და ეგრევე იკიდებს სხვების ენერგიას. შედის მათში ენერგეტიკულად, მაგალითად ემოციურად აიღოს ძალიან სხვისი გაჭირვება, სხვისი ტრამვები და ან საკუთარი უნდოდეს რომ ყველას მოახუიოს თავზე. ყველა მიცოდეს მე რაც უდათ ვარ, აი ესეთი რაღაცა არის, ხო? და სიამბელეში ეს არ არის სწორი თევზები. აი მფარველი თევზების ზოდიაქოში როგორ შეგვიძლია რომ დავინახოთ და მე ყოველთვის ვურჩევ ხოლმე რომ აი შეხედონ, ვისაც ჩვენი ლიტის ზონაში მფარველი ყავს, ის არის ჩვენი ყველაზე კარგი მასწავლებელი. დავაკვირდეთ როგორ მუშაობს და აქ შეგვიძლია გავიგოთ თევზების თვითონ ნათელი ენერგეტიკა. აი აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს ელენა თევზი. მიდიან მასთან, უყვებიან თავის პრობლემებს. აი აბსოლუტურად არაფერს არ ეუბნება, დაიცლება ადამიანი და წავა უკვე განკურნებული. ასევე არაფერი არ გააკეთა თითქოს ადამიანმა. და სიამოვნებაში რა გააკეთა? ჯერ ერთი რომ კარმული გამოცდილება ასელენა დადებითი კუთხით, რომ ჩვენ რაღაცა კარგი გავაკეთეთ ამ ზონაში. ჩვენ უკვე ვიცით თანაგრძნობა, ჩვენ გვაქვს შინაგანი კოსმიური სიყვარული ყველასი და ყველაფრის. ჩვენ შეგვიძლია უპირობო სიყვარული და უპირობოდ გაუგოთ ყველას. და შესაბამისად, აი ეს ენერგია გახსნილობის, რომ მე არ მეშინია ადამიანი, რომ მოვიდეს ჩემთან სიტყვაზე, ხო? ოღონდ სელენა ლიტ ეს ღრმა ქვეცნობიერად მუშაობს, მეგობრებო, ეს არ არის ცნობიერში, ან არ არის იუპიტერი, არ არის მზე, ხო? ეს არის სელენა, ეს არის ღრმა ქვეცნობიერი სტრუქტურები. და როდესაც მე გახსნილი ვარ სხვა ადამიანებისთვის, ხო? ისინი მოდიან და თითქოს რაღაცა კონტაქტი გვაქვს სულიერ დონეზე. ხდება განკურნება იმ მომენტში, მეც მქონია მაგალითად სელენა თევზებთან, აი რაღაც აი რო გინდება რომ სული ამოიღო თითქოს დააჩვენო. აი რაღაც უთხრა, უბრალოდ უთხრა რაღაცა და აი თითქოს უპირობოდ ხარ ნაპატიებიო, აი ეგეთი ენერგია. სიყვარულის ენერგიას გაძლევენ, თვითონ შეიძლება ვერც ხვდება. მე ხა გეუბნებით, როცა ძალიან აქტიური სელენა ადამიანს ცხოვრებაში, სელენა თევზი ესე მუშაობს. უპირობო სიყვარული უდევს მას გულში. და არა ის რომ აი მე მიყვარს რაღაც კოსმიურად და დავკარგე და მე სევდაში ვარ ძალიან დიდი ხანი. არა, სადღაც ელენა თევზმა არ დააკარგა ეს კოსმიური სიყვარული. სულში უდევს ერთგულება, რომ რაც არ უნდა იყოს, მას აქვს ეს უპირობა სიყვარული. ზოგჯერ ელენა თევზებისთვის პრობლემა ზუსტად ეს ხდება ხოლმე, როდესაც ეს უპირობა სიყვარული იმდენად დიდია, რომ მე საკუთარ თავს ვეღარ პოულობენ ხოლმე. მე ეს ინდივიდუალიზმი უჭირთ. იმდენად კოლექტივში არიან, აი მთლიანად შესულები. მე იმისიც მესმის, ამისიც მესმის. ის კი არა რომ აიკიდოს თავის თავზე ლიტი თევზივით. ლიტი თევზი იყიდებს ხვის ნეგატივს ძალიან ადვილად, მეგობრებო. ზოგჯერ ხშირად თვითონ ითარსავენ თავს ზედმეტი აი ამ რეალობისგან გაქცევით, ზედმეტი სევდით, ზედმეტი აი თითქოს გონიათ რომ რას უფრო იწუწუნებენ, მით უფრო სხვებს ეყვარებათ, სიტყვაზე გეუბნებით, ხო ეს რთულ გამოგონებებში და ძალიან კარგად ახდენენ წყლის ლილიტები საკუთარ თვითწყევლას, ეს ასტროლოგია ეზოთერული კომბინაცია არის თვითწყევლა, როდესაც მე ჩემი თავი დავთარსე, ჩემი თავი რაღაც ნეგატიურ ატმოსფეროში გავხვიე, ხო, ეს წყლის ნიშნებისთვის დამახასიათებელია. ლიტ თავს ძალიან კარგად შეუძლია. აი დაითარსავენ ხოლმე თავს, ხო, უწუნით, მე ხან არის რომ რაღაც ქმნიან ისეთ სიტუაციას, აი რასაც წყალი ვარ, აი რასაც უდავ ან დანაშაულის შეგრძნება უნდათ ვიღაცას აკიდონ, რომ აი შენ რომ ეხა ცუდად მომეკეცი, ეს უკვე ძალიან შორს გასული ლილიტი არის, უკვე კონტროლიდან გასული, ყველას გვაქვს რაღაც ზონეზე ეს ძალიან რომ მეუშვებთ ხოლმე შავმთვარეს და ესეც აი კარმული ეზოთერული კუთხით ესეც ოკეი არის მეგობრებო, იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან უნდა გავამწვავოთ სიტუაცია, რომ დავინახოთ რა გვაწუხებს და მივხვდეთ აი როგორც პატარა ბავშვს დასწავლელი ქცევა რო გაზდის, ან ერთხელაც არ გაუყვანთ. აი ესეთ რაღაც არის კარმა მეგობრებო, რომ აი გვინდა ფეხებს ვაბაკუნებთ, მინდა აქ მისტიკა, მინდა ღვთიური სიყვარული, მინდა ყველას გიყვარდეთ და მე მეც მინდა ყველას უყვარდე და ნორენენო ხვდები რომ ეს არ გამოდის და ეს თევზები შეიძლება გადაიტანოს უკვე რაგანა ის რომ მე დავდო თევზები და წავიდე ქალწულის ზონაში და ექიმი გავხდე, ხო, თუმცა ეგეც შეგვიძლია რა თქმა უნდა, მაგრამ არის რა სწორად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. წავიდეთ, როგორ იცით, როცა მე თევზებში ვარ, მე შემიძლია უკვე ნამდვილი ღვთიური სიყვარული ისე რომ არ დავიკარგო მასებში.
არ დავიკარგო ვიღაცა რომ მიყვება თავის ტრამვას მე ეს არ გადმოვიტანო ჩემ თავზე მაგალითად ან პირიქით რეალური გამოხატულება რა არის რომ ვისაც თანადგომა ჭირდებათ ხოლმე თითქოს იმათ შეიძლება ძალიან ცივად და ცუდად მოექცნენ ნამდვილად და ვისაც დახმარება ჭირდება იმას ძალიან ცივად და უგულოდ მოექცნენ საერთოდ ყველანი ლიტის ზონაში ეგრევართ სადაც საჭირო არის ნიშნის გამოვლენა სწორად იქვე ვავლენთ და სადაც არ არის საჭირო იქ ვავლენთ ეს ყველას გვაქვს და ზუსტად მთელი ცხოვრება ამის სწავლა არისო ჩვენ ვისწავლოთ კონკრეტულად სად უნდა ჩავდოთ ეს ენერგია და სად არ უნდა ჩავდოთ თორე ენერგია გვაქვს უბრალოდ არასწორად ვიყენებთ და ხშირად ის არის რომ მიკითხავს თევზებისთვის ნეგატიური თევზებისთვის იმდენად დიდი მოდით ესე ვთქვათ თანაგრძნობა შეუძლიათ დაიკარგონ ამ თანაგრძნობაში და წავიდნენ უკვე დიდ სევდაში, რომ მე რა ხდებიან ქალწულური ენერგიის მატარებლები, მაგალითად ცივები, მაგალითად ძალიან ისეთი რომ რატო გეცოდება ეს კაცო დავიდაანებე და სიამტვილეში მნიშვნელოვანი არის რომ აი ამას კი არ გავექცეთ ემოციებს და კეთილშობილებას და რაღაცა ღვთიურს პირიქით გავექცეთ გადამეტებას გრძნობებში ჩაკარგვას ეს როდის ხდება როდესაც თევზები შავმთვარე თევზები გაიგებს სამყაროს კანონზომიერებას რომ ის უბრალოდ კი არ არის ესეთი უბედური და საწყალი ხო ეს უფრო იქნება ახლავე ბოდიშით ეს უფრო იქნება ისეთი რამ რომ მე მესმის სამყაროს კანონზომიერების მე ვიცი ეზოთერულად თქვათ იქ რელიგიურადაც ძალიან ხშირად რელიგიის წინააღმდეგაც გამოდიან ხოლმე ლიტითევზები ეს თავდაცვაც არის გარკვეულწილად აი მისტიკაში რო არ დაიკარგონ სიტყვაზე და სიამტვილეში არის რომ მე უნდა ვიცოდე ღვთიური სამყარო რა არის მე ვიცოდე ყველას რომ უჭირს და ეს არ არის ის რომ ვიღაცამ გაწირა და საბოლოო ჯამში ცოტა რწმენის პრობლემაც აქვს ხოლმე განსაკუთრებით ილაშქრებენ ეკლესიის წინააღმდეგ ან პირიქით თლიანად ეკლესიის ან რწმენის ფანატურ იმაში არიან ხო ან სექტა ეს თევზების ზონა არის და ძალიან წარმატებით სექტას აყალიბებენ ხოლმე ნუ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში რა თქმა უნდა არ ხდება უამრავი ჩემი მეგობარი ლიტითევზიერი და არანაირად არ არიან ახლა რაღაც სექტებში პირიქით მუშაობენ ძალიან ისე ნაყოფიერად პრაქტიკულად მაგალითად მაგრამ აი თუ არის ძალიან მყარად რო დგას ის ლიტითევზის სამსახური კარიერა აი ცოტა გასულები არიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში ის ხვაგან არიან ზოგჯერ ესე არ არის საერთოდ და უბრალოდ შინაგანად აქვთ ის მომენტი რომ რაღაც სევდა დაყვებათ შეიძლება არანაირი ის არ ქონდეთ არა პრაგმატიზმი ან არ არიან გასულები რომ აქ არის მაგრამ თან არ არის თუმცა პოლიტიკაშიც ბევრი ყავს ჩუმი ხმით ცივი გამომეტყველებით ლაპარაკობენ და აი ერთი ორმა მითხრა ერთი არ დავასახელებ ერთ ლიტითევზე ვაიმე ესო გასული არისო საერთოდ სხვაგან არისო და ნუ ეხა მეთქი ლიტითევზია მეთქი და რა თქმა უნდა ესე როცა ამობენ ესე იგი ძალიან უკონტროლოდ ყავს ლიტი მიშობული ამას ვამბობთ ხოლმე ამასაც აქვს თავის მიზეზი, რატო აგასული? რისი ეშინია, რაღაც სევდაში არის ადამიანი, ქვეცნობიერი სევდას გულისხმობს კი არა, რომ მე ეს სევდაში ვარ. ჩვენ ლიტის ზონაში ვერ ხვდებით რა გჭირს მეგობრებო, ხო? ეს არის ენერგია, ნუ ძალიან ცუდად გამოვლენილი, ეს არის აი ამ პარტავნებას რო ვიწახით, რომ აი გგონია ლიტის ზონაში რომ ძალიან მაგრები ვართ. და იმდენად ვაფუჭებთ ყველაფერს, რომ მე მიდის უკვე ძალიან სერიოზული ნეგატივი, მაგალითად ძალიან ბევრი ლიტითევზი არიან ყველაზე დაბალი გამოვლინება, ეს არის მკითხაობა, მჭხიბაობა, ეზოთერული სფერო, ოღონდ ლიტითევზისთვის, თორე თვითონ მაგ სფეროები არ არის ისეთი, როგორც აი, ნუ მაგ სფეროში რო არიან, ცოტა რთულია ხოლმე. ეზოთერულ თემებშიც ცოტა რთული არის. ამ დროს ენერგია აქვთ და ძალიან კარგად თუ განვითარებული არის ლიტითევზი, ძალიან კარგად შეუძლია ეს ენერგია გამოიყენოს. ერთი მეგობრებო, რომ რა თქმა უნდა ლილიტი ქალწული, აი ასტროლოგიური მითი თვითონ აი ასტროლოგიაში ხო არის რაღაც შაბლონები. ამ შაბლონით ლიტი ქალწული ვერ იქნება ეზოთერიკაში ისეთი კარგი როგორც ლიტითევზი. ხო? იმიტომ რომ ლიტი ქალწულს ძალიან აქვს აი მიწაზე
მიდრეკილება მიწისკენ, მიჯაჭულობისკენ. ლიტითებს ნახევრად იქით არის, ხო? სხვა სამყაროში. შეხედავთ, ძალიან კარგად შეუძლია წვდომა, შინაგანი, ოღონდ უნდა იყოს მზად. რომ იცოდეს საკუთარი პრობლემები რა შეიძლება იყოს. ისთვის საფსტური არის კურნალობა, ზოგადად, იმიტომ რომ შეიძლება ნეგატიური კარმა თავის თავზე იყოს, იმიტომ რომ ეს არის კარმული გამოცდილება ამ ზონაში და უნდა იყოს მზად, უნდა ისწავლოს კარგად და საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. მისთვის საცდური არის მედდობა მაგალითად, ან ფსიქოლოგობა, ასევე სხვა შეიძლება ყავს ერთხელ გამიშვეს ერთ ფსიქოლოგთან და პირველივე შეხვედრაზე მეთქი ეს აბსოლუტურად არ არის ემოციურად გახსნილი მეთქი. აი, საკუთარი პრაქტიკას გეუბნებით, შეიძლება ძალიან ისეთი მაღალი პროფესიონალი ფსიქოლოგი და რაღაცა და აი, ვერ მივიღე შეგარად გასულია მეთქი რა, აი პირველი სიტყვა გასულია მეთქი რა ის ფსიქოლოგია და რა იყო იცით, ემოციური ჩართულობა ვერ ვიგრძენი ამ ადამიანისგან. აი გავესაუბრე და ეგრევე მივხვდი რომ ეს არ არის მეთქი კაი ფსიქოლოგი. მე სხვა მას ამიდასტურეს, სხვაებიც გაუშვეს მასთან და ვინც იყვნენ. აბსოლუტურად სხვაგან არის. ემოციურ კონტაქტზე ვერ გამოდიოდა ადამიანი. ან მეორე უკიდურესობა არის რომ ისეთ ემოციურ კონტაქტზე გამოვიდეს, რომ აბსოლუტურად ჩაიხარშოს შენთან ერთად, ხო? ესეც არის და მე იქით გაგიხდეს მოსასულიერებელი და იქით გახდეს დასახმარებელი. ეს რა თქმა უნდა, აი ძალიან არს გიხსნით ერთულ გამოვლინებაში როგორ არის. ხო და სელენათებსთან საერთოდ არც დიპლომი არ ჭირდება, არც არაფერი მყავს რამოდენიმე, ორი მეგობარი მყავს სელენათებში, ვისაც აი ვჯდები და ჩემ დაუნებურად აბსოლუტურად იქიდან გამოდივარ სულ სხვანაირი ხოლმე ვლაპარაკობთ და აი ძალიან კარგად ისეთ კითხვებს მისვამს, ერთი-ორს ისეც მეტყვის, ისე გვერდში დამიდგება. და ისე გადამომერთვება ხოლმე მთლიანად, ხო? აი მაგ ადამიანებთან უფრო დიდი ნაყოფიერი ურთიერთობა მაქვს, ვიდრე მე რო წავიდე რაღაც სუპერ-პუპერ თერაპევტთან და ხარჯოფული და არაფერი, ნოლი. ლილითებსთან, აქაც იგივეს ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ დაუმუშავებელი არის ესეთი ადამიანის ლილიტი, მაგალითად. ასევე ლიტკირჩხიბთანაც ყოფილ ვარ თერაპიაზე და აი სხვაგან იყო ასევე ხო ეს კირჩხიბიც ფსიქოლოგია არის ხო და არიან ამ დროს მეორე კატეგორია რომელიც თუ იმუშავებს თავის თავზე თუ საკმაოდ მიხვდება ეგოს დაწევა არის მთლიანად ლიტზე მუშაობა მეგობრებო აი ერთი ეს მინდა გითხრათ ეგოს დაწევა რა იცით რომ ლიტის ზონაში ყველას გგონია რომ რაღაც ძალიან მაგრები ვართ და როგორც კი შევდივართ ამ ზონაში აი კაი მათრახი რო ხვდება მე რა ხვდებით რომ თურმე ესე არ ყოფილა ან არ ხვდებით და ჯიუტად ისე ვამტკიცებთ რომ არა ძალიან მაგრები ვართ მთელი ქვეყანა შეიძლება გვაგინებდეს მაგრამ მაინც ვამტკიცებდეთ დონალდ ტრამპის არ იყავს ცოცხალის ტრამპი გაუხურეს საქმე მაგრამ აი მთელი საფლიოში რა აურია სიტუაცია და მაინც რა იცახის მაგარი ვარო აი ნუ ეგეთი რაღაცებიც არის ხო ჯიუტად არის პირველივე დარტყმებზე პირველივე პრობლემებზე თვალებს ვახელთ ხვდებით და ვიწყებთ სწავლას ამ სფეროში. აი ეს არის უკვე რეალური დამუშავება, მაგრამ ჩვენ დავაღიაროთ რა აქ სუსტები ვართ. და ამით უფრო თავისუფლდებით, რეალურად უფრო ძლიერები ვხდებით. იმიტომ რომ აი როგორ რაღაცას ვადარებ, იცით ლილით მეგობრებო აი ძალიან მარტივი დღეს მოვყევი ზუსტად თერაპიაზე ეს ასტროთერაპია, ასტროშეხვედრა, ასტროკონსულტაცია ხო ვისაც გნებავთ მომართვა შეგიძლიათ მომართოთ პირად რუკებზე ეს ეხლა გამახსენდა უახლოესი 10 წინა ვიდეო არ გამხსენებია და წერე ხალმე რომ ვაიმე და იქნება აკეთებ პირად რუკებს და დამავიწყდა არ ვახსენებ ხოლმე ხო და ვისაც გნებავთ პირადი რუკა შეგიძლიათ მომართოთ თავისუფლად შეულებრივად მწერენ ხოლმე და სადღაც ჩაქსვამთ ესე რომ ვთქვათ არ არის პრობლემა მაგრამ აი თვითონ დღეს მანდა ზუსტად ჩახვედრა და ამას ხსნიდი რა არის ლილიტის ენერგია მეგობრებო წარმოიდგინეთ აი მე მაქვს თითქოს ძალიან ყოველდღიურ ფორმატში რო აგიხსნათ მე მაქვს მაგალითად აი სიყვარულის ან სიტკბოს ნაკლებობა ცხოვრებაში აი ახლა ამ მომენტში რაღაც სევდიანად ვარ რა შვები ნუ კლასიკურად ფორმულა არის რა მედივარ ამ სხვა ჭამ ტკბილს ჭამ რაღაცნაირად ავინაზღაურო შინაგანი უსიყვარულობა თუ აი სიამოვნების მიღების ნაკლებობა ჩემს ცხოვრებაში
მე ნენელა სივდები, ნენელა არაჯანსაღი კვება არის და ბევრ რაღაცასაც ფუჭებს ორგანიზმში. შემდეგ ხვდები, რომ სიყვარული დღეს მივიღე ამ საკვებით, დღეს გადავაგორე, მაგრამ ხვალ ისევ მჭირდება. ანუ დოპინგი არის, ხო, ეს ყოველდღიური, რომელიც უბრალოდ აყუჩებს ტკივილს, მაგრამ არ მკურნალობს მიზეზს, ხო? შემდეგ კიდევ უფრო ძლიერდება ეს სურვილი, იმიტომ რომ მე უკვე მაწუხებს ის, რომ ეხლა უკვე წონაც მაქვს. ეხლა უკვე პრობლემებიც მაქვს სიტყვაზე ჯანმრთელობის, ან შაქარი, ან დამოკიდებული გავხდი უკვე ტკბილზე, ძალიან მარტივად ადამიანურად რომ მოგიყვეთ რა. და ნენელა ხდება ის, რომ ძლიერდება ჩემი უსიყვარულობა, ის რომ მე ვეღარ ვტკბები ცხოვრებით, იმიტომ რომ ეხლა უკვე ჩემი თავიც აღარ მომწონს. ეხლა უკვე არ გზნობ ჯანსაღათაც თავს, იმიტომ რომ შაქარი ბევრ ენერგიასაც ართმევს ორგანიზმს სიტყვაზე. და კიდევ უფრო ვაძლიერებ ტკბილის ჭამას, რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი მჭირდება, რომ უფრო გადიდებული შესაბამისად დისკომფორტები, კიდევ უფრო მეტ ტკბილს ან მეტ მავნე საკვებს მოითხოვს, რომ კიდევ უფრო გავაჩუმო. და აი ეს წრე არის, რომელიც სადღაც უნდა გაწყდეს. მუდმივად უფრო და უფრო იზრდება ეს წრე და შემდეგ გაცილებით დიდ პრობლემამდე შეგვიძლია მივიდეთ. ანტო შეგვიძლია 1 დღე, 2 დღე კი ვჭამოთ ტკბილი სიტყვაზე, მაგრამ შემდგომ სტრატეგიას დავგეგმოთ. ეხლა მე ვაღიარებ ეს პრობლემა მაქვს, ესე იგი ვიწყებ მუშაობას. იქ ალტერნატიული გზებით უნდა ჩავანაცვლო, იქ რაღაც უნდა ვიმუშაო, იქ ვივარჯიშო, რაღაც უნდა გავაკეთო, რომ მე ვისწავლო ტკბობა ცხოვრებით, ხო? ან ფსიქოლოგიურად ვიმუშაო ჩემ თავზე. კი, ეხლა ეს ეტაპი დამეხმარება, ტკბილეული იქნება ეს თუ ვიღაცას რა აქვს, ის რა, ხო? აქ მაგრამ მე არ უნდა ვიყო უკვე ამაზე დამოკიდებული, აღარ უნდა ჩავანაცვლო ამით, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას მომიტანს. აი ლილიტი არის აი ესეთი ენერგია დაახლოებით მეგობრებო, რომ ჩვენ გვაქვს აქ შიგნით მოთხოვნილება ძლიერი იმ ზონის, ამის გამო ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ, რომელიც რეალურად კიდევ უფრო აძლიერებს ამ ჩვენ მოთხოვნილებას და კიდევ უფრო ვართ ამაზე დამოკიდებული და ძლიერდება და მე იმხელა ნეგატივში შევდივართ, საიდანაც უკვე გამოსვლა ძალიან გვიჭირს. აი ეს წრე იკვრება, ძალიან მავნე და ცუდი წრე. და გგონია რომ თუ ჩვენ ვაღიარებთ რომ ხო არასწორად ვიყავი ეს ამას უნდა შევეშვა ეხლა განამარტო სიყვარული მაკლია ეხლა იმაზეც ვარ ტკბილზეც ვარ დამოკიდებული ნარკოტიკივით და ეხლა მომიწევს ორივეზე უნდა ანუ უკვე ორი მიმართულებით გამიჩნდა პრობლემა და უკვე ორივეს უნდა ვებრძოლო ხო და ეს უკვე ორმაგი დიდ ძალისხმევას იმას შეება ჩემზე ხო აი ეგეთი რაღაც არის შავი მთვარე მეგობრებო უნდა დავინახოთ ვაღიაროთ რომელიც არის ძალიან რთული მერე გადავაგდოთ ნენელა ოღონდ აღიარების შემდგომ და გაცილებით უფრო ძლიერები ვხდებით მერე და უფრო ვაგვარებთ პრობლემას ვიდრე კიდე უფრო ვქეკავთ და უფრო წუმპეში შეყვავს ჩვენი თავი აი ეგ არის აი საიდუმლო მთელი სამყაროს საიდუმლო არის ეს მეგობრებო ჩვენ შესახებაც მთავარი საიდუმლო არის ეს ამ ლეველზე თუ გავდივართ ჩათვალეთ რომ ყველაზე მთავარზე გადიხართ აი მთელი აი კარმული ეზოთერული ინკარნაციული ყველაზე მთავარი კითხვა მოხსნილი გაქვთ ყველაზე მთავარი რამ ნანახი გაქვთ ოღონდ რა თქმა უნდა ხა ჩემი სიტყვებით ამას ესე ვერ დაინახავთ აქ კი შეგვიძლია ჩვენ არსში გავარკვეთ მაგრამ მე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ თავზე მე დღემდე ვფიქრობ ჩემ ლილიტზე ჩემ სელენაზე ჩემ იუპიტერზე აბა რა არის ხვებისაზე ანუ ვაკვირდები სულ აი უბრალოდ დამკვირვებელი ვარ თითქოს ამ ყველაფრის ვაკვირდები და აი ნელა მეთქი აი ნუ შევხედავ როგორ მუშაობ სამყარო როგორ უნდა ვიმუშაო ამ ენერგიებზე აი კიდე ახალ რაღაცებს დავიჭერ ხოლმე ჩემ თავში მოვლენები ცხოვრებისეული კიდე ახალი კუთხით მანახებს ხოლმე ჩემს ქვეცნობიერ პროგრამებს ხო აი ეს არის მუდმივი დაკვირვების პროცესი ახშუათ არის რომ ჩემთან რომ მოდიან აი საუბრობთ მე მალევე უნდათ მეორე შეხვედრა და სულ ეუბნები რომ აი კარგად მოусმინეთ ჩანაწერს აი წარმოიდგინეთ ახლა ერთ ასპექტზე მარტო რამდენიმე სეანსი დამჭირდა თერაპიაზე რომ გამერკვია რატომ აქვს ეს მიუხედრილიყავი მაგალითად ვენერა ურანის ნეგატიური ასპექტი მაქვს მე პირად რუკაში და ის სულ შემთხვევით თერაპიაზე ნახე ეს ენერგია და აი მეთქი ახლა მივხვდი რამდენჯერ მქონდა წაკითხული რამდენჯერ მქონდა გაგებული მაგრამ სულ პირველად რომ შევხვდი ამ ურან ვენერას
და მე თქვენ დავეხმარე უკვე თერაპევტს მივხვდი რომ საიდან მოდიოდა ეს პრობლემა ანუ ასტროლოგია ფსიქოლოგია ერთად მე მაგიტომ ვარ ასტროფსიქოლოგიაში რომ ცალკე ასტროლოგიით შედეგი ვერ მივიღე ცალკე ფსიქოლოგიით შედეგი ვერ მივიღე მაგრამ ორივე ერთად ეს არის უნიკალური სისტემა უკვე რომელიც ისე მაგრად მუშაობს ჩვენ ადამიანზე ისე სრულყოფილად შეგიძლია უკვე ღრმა სტრუქტურებში აი ძალიან open mind რო იტყვე ნათელი გონებით შეხედო ამ ყველაფერს რომ იდეალური ინსტრუმენტი გამოდის. აი, ჩემთვის ყველაზე უნიკალური მეთოდი არის ეს. არც ერთი სისტემა არ მინახია ესე ღრმად რო ჩადიოდეს და ესე სიღრმისეულად რო ამუშავებდეს პრობლემებს. და აი ამის შემდეგ მეგობრებო, აი გამოვდივართ ამ ინკარნაციული პრობლემური რაღაც მტკინვეული ჯაჭვიდან და თავისუფლდებით რეალურად იცით თავისუფლდებით აი ინფორმაცია თავისუფლებსო და განათლება თავისუფლებსო მართლა ესე არის და მე ხდება უამრავი სხვა ტექნიკის გამოყენება რო ვიყავი თერაპიებზე ვნახე თითო ასპექტზე ესე ვიმუშავე და ვეუბნები ხალხს წადით იფიქრეთ გაანალიზეთ და მე მოდით კიდევ თქვათ თუ გაქვთ სურვილი ხო მე კიდევ გამიზიარეთ შაბეჭდილებები კიდევ დავამუშაოთ იქ სხვა ასპექტები კიდევ უფრო ჩავეძიოთ და აი ესე ნენელა უკვე ადამიანი მუშაობს თავის თავზე ეს ხო ყველაფერი პიროვნული განვითარება არის მეგობრებო და აი თევზებისთვის ჩემის აზრით ყველაზე მეტად შეიძლება ანუ ამბობენ კიდეც რომ ცოტა რთული არის შავმთვარე თევზებში იმიტომ რომ არ უნდათ ზოგჯერ მისტიკიდან, ილუზორული მისტიკიდან გამოსვლა არ უნდათ ხოლმე აი უარი თქვან მოთხოვნილებაზე, სიყვარულის მოთხოვნილებაზე და საბოლოო ჯამში მე სევდაში ვარდებიან რომ არავის არ უყვარვარ, რომელიც არის ილუზია ასევე. იმიტომ რომ აი სიყვარული ყველაზე მთავარი რა არის? ჩვენ და გვყვარდეს ჩვენი თავი, პირველი. და საკუთარი თავის სიყვარული რა არის იცით მეგობრებო ის კი არ არის რომ მე კარგად გამოვიყურებოდე ან წინავდე გარეგნულად როდესაც მე არ ვაძლევ ისეთ ემოციებს ჩემ თავს რომ სევდიანად ვიყო არ ვაძლევ ჩემ თავს იმის უფლებას რომ სადღაც მაგალითად არ ვიყო კარგად არ ვიყო ბედნიერად ხომ ადამიანი როცა არის ბედნიერი ესე იგი იმას უყვარს თავის თავი შეუძლია მის ის რაც მას უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილებები რომელიც მისთვის იქნება კარგის მომტანი აი ეს არის რეალურად ნამდვილი სიყვარული როცა ჩვენ შეგვიძლია რეალობას შევხედოთ თავიდან და თვალებში და განა იმიტომ რომ დავსაჯო ჩემი თავი პირიქით რომ მიყვარს ჩემი თავი მინდა ამ სიმართლის დანახვით მე დავამუშავო უკვე ჩემი თავი და ავარიდო პრობლემებისგან თავი ხო აი ეს არის რეალური სიყვარული ჩემი აზრით და ისედაც ეზოთერულად ესე არის თუ კიდე მხედავთ ხა უკვე დავასრულებ საუბარს და მე მგონია კარგი ვიდეო გამოვიდა მეგობრებო მე რაღაც ცოტა კმაყოფილი ვარ როცა აი გრძნობით საუბრობ აი აქ ვენერა ნეპტუნის ტრიგონი მაქვს და აი ამ ურთიერთობებში იმხელა ემოციას და სიყვარულს ვდებ ხოლმე გულწრფელად რო გითხრათ ცოტა იმას ვიზამ რაღაცა კარგიც მოითქონდეს იმდენი კვადრატები მაქვს რუკაში რომ ხანდახან რაღაცა კარგზე ისე მინდა ხოლმე საუბარი რაღაცა კარგიც მაქვს მეთქი და აი როცა აი ამ ნეპტუნს შავთავ ვენერასთან ერთად და აი გულით სიამოვნებით რაღაც გაგიზიარებთ ხოლმე რაც გულში მიდევს ძალიან კმაყოფილი ვარ ხოლმე მე და იმედია თქვენს მოგწევთ ესეთი საუბრები თქვენს ხდებათ ხოლმე კარგად გულზე და ეხლა დავასრულებ უკვე იმიტომ რომ მართლა ჩავაბნელთ ვერ ხედავთ ვერაფერს და იმედია საინტერესო იყო თქვენთვის და აბა დროებით ბევრი საინტერესო ვიდეო მაქვს კიდე თქვენთვის ჩასაწერი